ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქართული ანიმაციური ფილმების კინოჩვენება მოეწყება იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში. წარმოდგენილი იქნება 5 ნამუშევარი, რომელიც მე-20 საუკუნეს და თანამედროვე პერიოდს აერთიანებს. მაყურებელი იხილავს ეროვნულ არქივში დაცულ ციფრულად რესტავრირებულ ნამუშევრებს ექიმი თხუნელა, ლოკოკინა, მეტყევე და ბრაკონიერი, ასევე საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის მიერ მიწოდებულ ფილმებს ჯიბის კაცი და ზოლემია. ეროვნული არქივი უკვე ტრადიციულად აწყობს კინოჩვენებას ქართული ანიმაციური ფილმების. ეს კინოჩვენება გაიმართება ეროვნული არქივის კინოთეატრში. რა თქმა უნდა, დასწრება იქნება უფასო, ყველა სულ შეიძლება მოვიდეს, მოიყვანოს ბავშვები და აყურებინოს ქართულ ანიმაციურ ფილმებს. რაც შეეხება თავად ფილმებს, 3 ანიმაციური ფილმი არის მე-20 საუკუნეში შექმნილი, რომელიც ეროვნულ არქივში დაცულია ეს ფილმები. ასევე გვაქვს თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმები საბავშვო, საკმაოდ საინტერესო, რომელიც მოგვაწოდა საქართველოს ანიმატორთა გაერთიანებამ საქანიმამ.